წავიდეთ სამსახურში. საშინელია მედიკურს. არც ums არაფერი ხო დაი ის არის ჩახუთულობა, მოხურულობა და იმედს ვიტყუებ, რომ თქეში არ იქნება. წარბის ფიქსატორი ან სოფელში დამჭა, ან გზაში დავკარგე, ან გადმომვარდა, ან მოკლედ ბევრი ან სამწუხაროდ აღარ მაქვს. ახლა ჩემი წარბი ისედაც დაფიქსირებულია, მაგრამ ანუ სველი ეფექტი არ აქვს რა. დილამშვიდობის პრინცესა. დილამშვიდობის. ძალიან ლამაზი ხარ. მე ლამაზი. ჩემო სიცოცხლე. ერთი გაშალე ხელები მაჩვენე შენი მაისური როგორია. ძალიან მოდურია და გიხდება დედა. ძალიან. მარიკო, სოფელში კარგი იყო? მოგეწონა ქუჩაში თამაში? აწე თავი და ისე მიპასუხე არ მესმის. ძალიან მეწონა. ჩემო საოცრება. რაღაცას ვხედავ. რა ის დედა? რაღაცას დავყარდა. რა დაუვარდა და? რა და იქით გაიხედე? ნაგავი ხო და? ნაგავი კი არა, რაღაცა დავყარდა. რა შვილი? ხო, ნაგავია და ნაგავი. კი, სიცოცხლე. დილამშვიდობის. ხომ გითხარით? მაგრამ მე და მარიამს გვძინავს ასე რომ ჯერ ვერ გავიგით კაცენ და თუ რა ხდება. ჩემი სწორი კვების მე-7 დღე გახლავთ და მე უზომოდ ბედნიერი. ძალიან ამჩიტებულად ვგრძნობ თავს 6 დღე და რამდენიმე საათის გვალობას. წამოდე. რა თქმა უნდა თან და გვაქვს. აქეთ ედიკო. საკვები აუცილებლად. ეს ჭავის პური გოგოება რო იყიდე, რა ვიცი, რამდენი ხანია ზუსტად გეტყვით. მე-7 დღეა მაქვს. და მე თანხმევით, რომ ამ კვებამდე 7 დღე პური მე ვერ მეყოლა. ვერანაირად. აბა თქვენიც გოგოებო, ვინც ჩემსავით ბრძოლებში იყავით, გამხნევდით, იმიტომ რომ ჩვენს გარდა ამას მაინც ვერავინ ვერ გააკეთებს და ვერ შეცვლის ამ ყველაფერს. ისე რომ დავიწყოთ ერთად თქვენს გვერდით. ტრადიციული კადრი. მე ფაქტ მოგლეჯილი კადრის ამას უყურეთ. ნიტა მეჯიდან რა მოვარდებოდი. ნელა შედიდე. ნელა საყვარელო, ნელა. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. წავიდეთ სამსახურში, სხვა რა გზა, სამსახური. თავარი ადამიანებს გქონდეთ სამსახური და წავიდეთ. მოიცა კარგად რომ დაგენახოთ. თქვენ ხوار გონიათ რომ ასე მარტივად გამოვიყურებ. ერთი წუთი თუ შეიძლება. მოკეთ ეს ზედა მაქვს დაახლოებით ეს პერანგი. ძალიან კაი ხარისხია, დაახლოებით. ეს 4 წელია ალბათ. დაიშვები მეტიც. რაც მაქვს და მახსოვს ვიყიდე ის იყო რესტორანში მივიდოდი თანამშრომლები რაღაცა კორპორატიული იყო თუ არ ვცდები. ხო და ამ ზედას ვერ ვიცვამდი, აი ახლა დაახლოებით 7 დღეს უკან მქონდა დაუთოებული და ვერ ჩავიცემთ რომ უცლის არეში მქონდა ძალიან გამობერდი და ძალიან დისკომფორტი მქონდა, იმიტომ ძალიან ზუსტად მქონდა რა. ხო და ხო ისაოცრება. აღმოჩნდა რომ მერვე დღეს თავისუფლად ვაქვს და არ ვარ გაჭედილი პერანგში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პატარა ზომა და ეტყობა ხო, რა თქმა უნდა, რო არ არის პატარა ზომა, ანუ ესეთი არ მაქვს როგორ იცით, აი აქ მოჭერილი რომ ასე არ ვარ თავისუფლად, რაც ნიშნავს იმას, რომ წინსვლა ხალხო, თორე როგორც მე იმდა ისე კი არ მაქვს მაინც.
Კვანცა შენ თავით სულ ხარ უკმაყოფილო. რა არის დავათებ. ასე წავიდეთ. მალე მარშრუტკაც მოგუგუნდება ხალი, ხო? როგორც ყოველთვის ნახევრად დალაგებულია სახლი და ნახევრად არეულობა მიდიდა როგორ მომწონს. აშკარად თვალებში მაქვს გამოხედილი. ამ მერვე დღის ამბავში. всё. ყველაფერი აქვს. ახლა გახლავთ 8:20 წუთი. ხო და მალე წამოვა მარშრუტკა და ჩვენც შევახტებით ზედ გუშინ ბარათი დამჩა სახლში. და კიდევ კარგი ხალხო რო ჯერ ბაზრის მხარეს გავყევი, ანუ ბაზრის მხარეს გავყევი შესუმას რომ ვაგზელკენ კი არ წავიდა, ჯერ სხვა მხარეს მიდის უვლის წრეს და მე მოდის და ჯერ მანდ გავყევი ბარემეთქი ჩავჯდები რომ იქიდან ხანდახან წინ არ არის ხოლმე ადგილი და ჩავჯდები ბარემთქო თან უკვე ჩაცმულები ვიყავით და რომ ბარათი მოვუძებნე, სად არის ჯინი ბარათი. დავურეკე მე კობას და იქიდან მოკრუგა მარშრუტკა, მაგრამ სახლთან დამახვედრა ბარათი. კიდევ კარგი. თორე მომიწოდა კაი წვალება. ჩვენი ყება. აქ რაც არის ყველაზე დიდი ეს არის კიდრი პომიდორი და სალათის ფურცელი, კონტეინერი. კვერცხი, პური, კრემყოლი ვაიმე ნიგოზი და მოვიწყდა. აი, რა მოვიწყდებოდა, მოიცა. გავიყოლოთ გზად. სად არის? რა არის? კაკალია და შეგახსენებთ რომ როდესაც მივირთმევთ ხილს, უმჯობესია მივაყოლოთ თხილეული. და ამ შემთხვევაში მე მაქვს კაკალი, თხილი დამჩა სოფელში, ერთი რა ვიცი ცელოფანი. არა, უშოს რო ჩავალ გამომადგება, აღარ წავიდებ აქედან. მაგი შემჭრელი მანდარავინ არ არის. ხო და ერთი ვაშლა ტამამი მოქვს. ამას მივაყოლებ ბედნიერად. ამასია ეს შეგიშდები. რაღაცნაირი სიფრიფანა. დიდას. მარიკო დედა. ისმი გააქვს შენი ბლოკნოტი. სიყვარული. Rodich muss das nicht. Muss ich das figurać. Da, papa, to jest papa. მარიკუნა და გაიწია მარშრუტკა მოდის და მიდი. ნუ ბავშვი რომელიც აი ასე მომყვება რომ დედაო შენ ვარ დაიღალო თვითონ მეხმარება. ბავშვი რომელიც ოთახიდან ოთახში სიბნელეში გამოდის ფეხაკრეფით არ დაგიძახებს, იმიტომ რომ პაპას ძინავს და არ გავაღვიძოლო. და ჩემამდე მოდის ისე რომ არ იხმაურობს, იმიტომ რომ პაპა არ გააღვიძოს სხვა ოთახში. ანუ აი ესეთი ადამიანი ხალხო ცუდ ვერანაირად ვერ გაიზრდება რა. აი ისეთი ბედნიერი ვარ, რომ აი ეს ადამიანობა აქვს მარიამს. ისეთი ბედნიერი ვარ, აი არ ვიცი სიტყვებით. ალბათ ვერ გადმოგცემ და აი სულ რომ ალბათ ფიქრობდი როგორი შვილი მინდოდა და მქონდა ხოლმე ეს პერიოდი წამომივლიდა ეს ფიქრები. ეს არის, ეს გოგოა რა, ადამიანი. და კიდევ ბევრი რამ აქვს მარიამს, რასაც მე მოგიყვებით აუცილებლად. ცოტა მოგვიანებით სოფელში რაები გააკეთა და რაებს აკეთებდა. ამ ყველაფერს აუცილებლად მოგიყვებით. ამიტომ ვიძახი ადამიანია და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სანამ აბაზანაში გავვარდები, მოდი ნახოთ რა ვიყიდე და დაახლოებით გავხსნებ რამბელაში ან წასვლა მართლა არ მახსოვს. მე მიდე და ვერ ვსუნთქავ, ანუ კოცრავად დროს გადავიღე. ხო, მოკლედ მარწყვი გვინდოდა, მარიკოსთვის და მარწყვი არ ქონდათ და ამიტომ ვიყიდეთ მოცვი. ეს არის 6 ლარის მოცვი, 5.90 თუ არის, მოკლედ 6 ლარის რა, თქვათ 6 ლარი.
და ვნახოთ როგორი იქნება. მე არ ვიცი გავსინჯავ თუ არა ეხლა. დღეს რა გავსინჯავ, ზუსტად ვიცი, მაგრამ ვის გავსინჯავ არ ვიცი. შესაძლოა არც მომიდეს, მე მოცვის მოყვარული არ ვარ და მარიკო შევთავაზე რომ მარწყვი არ აქვს თქო და მოცვი გინდა თქო თუ მოკლედ რა და მოდი დავათვალიეროთ და მთელი ამბები და აირჩია ეს. და მეც ძალიან მაინტერესებს მარიკოს გასინჯვის ამბები, ჯერ გაირეცხოს და ასე შემდეგ და ვნახოთ მოკლედ როგორი იქნება, მეც არ ვიცი, ვნახოთ რა სიტყვის მარიკო. თქვენ იცით რომ მარიკო ცოტა პრობლემურია კვებასთან დაკავშირებით და ეს არ არის მხოლოდ რაღაცა სადილები, ეს ხელსაც შეეხება და ყველაფერს შეეხება. ასევე პომიდორი. ძალიან ბევრი სყიდვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მე რბილდება ხოლმე თუნდაც მაცივარში იყოს და მირჩენია რომ ახალი მოვიტანო თუნდაც 2 დღეში ერთხელ. კიტრი და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ წარი არ იქნება. ასევე გარგარი ვიყიდე რამდენია მაგაჩი. 2-5 ცალი შეიძლება მithქვი ცოტა ავიღო, იმიტომ რომ მხოლოდ მარიკო მიირთმევს. ჩემი უღლე აქ არ არის, მე არ მინდა და ანუ ხო იცით, მარიკოს ჭამა და 5 ცალზე მეტი არ ამიღია. და 10 კვერცხი, თქვენ იცით რომ მე კვერცხე ვარ, ანუ სულ კვერცხს ვჭამ. ძირითადად და ხშირად. ეს იმერული ყველი, რომელიც არც მარილიანია ძალიან და არც უმარილო, საშუალო, რაც პრინციპში მაწყობდა და სარწმუნოდ ვერ გავსინჯე, იმიტომ რომ ჩემი კვების დრო არ იყო შესაბამისად, არც გამისინჯავს და არც ვაპირებდი ხა მაგის გამო შუალედში ჩაყვეხებას კვების. შესაბამისად არ ვიცი გემო. ამაში გადავიხადე 14 ლარი, 13 და ანუ აი 14-ს აღარაფერი უკვდა. ხო, ნუ მოცვი გითხარით 6 ლარამდე და ეს იყო სადღაც აი ამაში და მოცვში სადღაც 15 ლარამდე გადავიხადე თუ არ ვწდები რა. არა, ბოდიში 14 ლარამდე. 16 არ გადამიხდია. ნუ ყველი ცალკე. ყველი არ ითვლება, ყველი ცალკე, ნუ კვერცხიც ცალკე. არ ვიცი, სად მიფრინავს ჩვენი ფული, ვინც ამას ამბობს, მე გიტყვით, სად მიფრინავს, აი ამაში მიფრინავს. თან მინდა გითხრათ ელვის სისწრაფით. ეს ჩემი კონტეინერი. ხო, ეს ძალიან მიყვარს მარიკოს და დღეში 2 ან 3 მაინც მიირთმევს. ნუ 3 იმდენად არა, უფრო 2. ასევე ვიყიდე ლავაში, რომელსაც დღეს უნდა გავიკეთო. ასევე ტუნა დამრჩა. გუშინ რატომღაც ცოტა მეტი მივირთვი, უფრო სამკვებაზე სამჯერ მყოფნის ხოლმე, სამჯერ რომ მივირთვა და რაც ძალიან ბევრი გადმომივიდა, თუ გადმოვიღე თუ რაღაცა მშვიდ, არ ვიცი, მოკლედ რაღაცა ერთი ის კიდე დამრჩა რა. ან შესაძლოა გავყო კიდეც ეგეც, არ ვიცი ზუსტად ეხლა წვიმიანი მუშაობს. ხო, ეს ვიყიდე. ახლა მაქვს შავი პური ერთი ნაჭერი დამრჩა, წამოვიღე რა თქმა უნდა თავისთავად. აი მე მიშველეთ. გადმოსხმულა. ეს ნიგოზი წავიღე რომ უნდა მეჭამა და რატომღაც აღარ მომთხოვა ორგანიზმმა და რაც მომთხოვა ის მივირთვი მხოლოდ და უკან წამოვაპორწიალე. ცოტა მივირთვი ძალიან. ეს იმას დავაყოლე რა ქვია, ვაშლატამას, ერთ ვაშლატამას 5 საათზე. ანა ისულიან ხუნა მეტი რამე მეჭამა და არც მქონა არაფერი და ისედაც არ ვაპირებდი გადაზეზვას, ასე რომ ვთქვა 5 საათზე. რო გაცხარებული მუშაობის წუთებია ეგ დრო და ანუ აი ჭამაზე მან ლაპარაკი ზედმეტია, კი, ახლა გაიქცევ 5 წუთი და მიირთმევ, მაგრამ ორზე იმდენად კარგად მივირთვი, რომ ის ვაშლატამაც საკმაოდ ნუყიერია, უკვე როცა ორზე კარგად გაქვს მირთმეული და ნუ მე ჩემთან ერთად ვერ ის ხალხო. ეს ფაქტობრივად სულ თანდამ აქვს და ეს ანუ თანდამ აქვს, იმიტომ რომ მე კაისუმი აქვს. იმიტომ რომ ყველი არ მქონდა გუშინ და დღეს ვიყიდე. ხო და ამიტომ ეს წავიღე, აი რაღაცა ყოლს გთხოვს რა ორგანიზმი და ისედაც ნუ ეს ნაწარია რა. ესეთი ამბები გოგოებო. ახლა უნდა გავიქცე, მივიღო შხაპი. პომიდორი ზუსტად ისეთები ვიყიდე, როგორც მე მიყვარს, ანუ არც დიდი, არც პატარა.
ჩემთვის ხარ საშუალო ზომა, ვიღაცისთვის ალბათ ძალიან პაწაწუნა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ზომიერი, აი ესე რო იჭერ, ძალიან მომწონს. ამაზე დიდები სიმართლე გითხრათ არ მიყვარს. აი ვებერთელები რომ მოაქვთ ხოლმე კობას, როცა მოაქვს ახში პომიდორი, ყოველთვის ვთხოვ კობა დიდი არ მოიტანო, იმიტომ რომ აი რო იჭრება და რაღაც ბალთება ტყრია არ მომწონს. ეგ მომწონს მაშინ თუ აი ესე გრძლად რაღაცნაირად ვჭრი ხოლმე და მე კიტვრს ვალაგებ და მე მოკლედ. მაგისტვის კი ბატონო, მაგრამ ესე საყოველთაოდ არ მომწონს მაინც და მაინც ჩვენი პომიდორი. საათი რომელია ელვის სწრაფით უნდა გავიქცი ახლა, იმიტომ რომ სანამ გახდება 8:30, ამიტე და აბაზანაშვილ ავირბინო, რომ მივირთო და უცებ ჩამოვირბინო და მოვიგზავნო ჩემთვის საკვები. გემშვიდობებით რა, გემშვიდობებით? ხო, არ ვიცი, მოკლედ წავედი. ახლა ხვდები რატო არ უნდა მივირთოთ მთლიან ლავაშზე აწყობილეს ბოსტნეული და რაღაცები, იმიტომ რომ დღეს არის მე-7 დღე და ვარ გადაზეზილი, ანუ აშკარად არ ესიამოვნა კურს მთლიან ლავაშზე აწყობილი ეს ყველაფერი. ვერჩივნა რომ მაგალითად ნახევარ ლავაში ტუნა და რაღაცები მომეთავსებინა ბოსტნეული ცალკე. ხო, რა ვიცი, რაღაცა ვერ გადავეწყე და მე მეგონა რომ რაღაცნაირად თითქოს ძალიან მინდოდა და რეალურად არ აღმოჩნდა ეგრე. როგორც ჩანს, თვალს უნდა კურს აღარ მაგდენი. კაი, მე ხა მინდა ჩემი შხამი მოვიდუღო. შხამს ვეძახი თორემ მე მგონი დღეს არა უშავს. გავუძლებ და მგონია რომ ნელ-ნელა ვეჩვევი. თუმცა აი ყაფის რიტუალი რომ მქონდა, თავისი ნამცხრებით და რამე, ეგ სხვა ამბავი იყო, მაგრამ აბა არაო ბატონო და არაო მარიკო მირთ მე შევამოწმებ აუცილებლად თან იცი ხო რომ შევამოწმებ აუცილებლად ხო და ისა ანუ მოკლედ აშკარად თან ნახევარი ლავაში თქვენ იცით რომ 2 ნაჭერი კურს უდრის და გამოდის 4 ნაჭერი მივირთვი და ხო 4 ნაჭერი არ არის ხო ცოტა შესაბამისად ამიტომაც აი რომ კუჭმა აი თუმცა აღარ გავჩერდი აი ვიფიქრე რომ მოდი რა კუჭმა რაღაცა სტოპ და მოდი გაჩერდი მაგრამ რაღაცა ბოლო ლუკმას რო ითვლი ხო იცი და რაღაცა სასიამოვნო როა იქ დამემართა მოკლედ და აღარ დავანებე თავი მაგრამ ყოველ შემთხვევაში გირჩევთ მე რომ როცა ასია ეგრევე გაჩერდეთ ხო მე დღეს ვერ გავჩერდი რატომღაც უფრო ემოციური კვება მქონდა მე ვიცი რატო უბრალოდ აქ ხარ მინდა ამ თემაზე ვისაუბრო და ოდნავ ემოცია მომიტანა რაღაცეებში შესაბამისად ხო და ემოციური კვება ნუ ყველაფერი კარგად იქნება რა ჩვენი კალცი დავალევინებ ჩემს ქალბატონს დღეში 2ჯერ ან 3ჯერ უწევს დალევა და 3ჯერ არ ვერანაირად ამიტომ 2ჯერ ძლივს ვახერხებ ხან ერთხელ ხო და ეკოს რჩევა გავითვალისწინე და ნებისმიერ რამის მირთმევას ვიწყებ წვანე საკვებით ანუ ბოსტნეულით ნებისმიერი სახის ოდნავ პირველი ასე რომ ვთქვა ხო და ვცდილობ რომ ფეხი აუწყო რა იცი რო გასწავლია რა როგორ უნდა ქნა მე თვითონ ვაბალანსებ რა და ვცდილობ რომ არა ურიო და არ ვცდილობ კი რა საერთოდ არ ამირევი არაფერი ეხლა რატომღაც მინდა არ ვიცი რა ეს დღეები აი არასკევამდე ხალხო მარიამს დავსკებცეთ ამ კვირამდე თუ ცოცხალი გადავრჩი ჩათვალეთ რომ გავაგრძელებ სიცოცხლეს აი ეს დღეები მაგ ოთხშაბათ ხუთშაბათ პარასკევი ზებძიმესი ძალიან გადატვირთული და მით უფრო პარასკევი დღე მექნება რაღაც არა მქვიყნიური ამიტომ ხათამი მინდა და რაღაცები გავაკეთო და როდის ღონა გავაკეთო
ხო და ჩემთან აქეთ ნეტლიქათამი არ არის, ცოტა იქით არის, აი იქით წასვლის თავი აღარ, მაგრამ აუ ძალიან ისარდა, გაყინული კიდე როდის galvogeba, რომ galvoes მე მოვაბზადო, მე რაღაცა მე დავიძინო ხო ხვდებით რა და ამიტომ გადავწყვიტე რომ შაბათ-კვირას მოვიბზადო მსგავსი რაღაცები, ხორცი, თევზი და ასე კონტეინერებში გადავანაწილო და მე დღიურად რაც მინდა და როგორც მინდა, აი ესე ამოვირებ ხომ და გადავინაწილებ. სხვა გზა არ არის. იმიტომ რომ ვინც ასეთი დატვირთვით მუშაობს და კიდე სახში პლუს რაღაცებით მუშაობს, შაბათ-კვირას და მივაწყვეთ ხალხო. სხვა დღე მართლა ფიზიკურად აღარ არის. ბატონო და არა, არ უნდა დატოვო, მოვა და მოგიხმარები. ანუ ერთი კვერცხი შემოწყვი და შეიძლება ცოტა დატოვო. ანუ ნიშნავს ამდენი რომ დატოვო, ასულ არის ამდენი. რა უნდა ამბავს? აუ ეს როგორ ალბათ თქვენც გაწუხებთ, მაგრამ sorry. მოგეთ, აღარ მინდა ნიუსებს გადავხედო, რაც ხდება ხალხო, უკვე შოკირებული ვარ ამ მიწისძვრებით და აი არ ვიცი, ამოიჟლიკა მსოფლიო რა. ამოიჟლიკა რა. მე წეღარო გითხარი ჩხაპი მივიღე, ეგრევე სველი ავიწიე და რა ვიცი რა სიზავს ხა ხვალეს. ალბათ ესე იქნება როგორც არის. მე ხო ისიც ასე დავჭიბა, ასე რომ ძალიან ბუნებრივად გება. დღეს პირველად მიირთმევს მარიკო. რას მიირთმევ მარიკო? მოცვს. მოგწონს და? კი. 5 წლის ასაკამდე მარიკოს მოცვი არ ქონდა გასინჯული, იმიტომ რომ ზედაც არ უყურებდა და არ უნდოდა და მთელი ამბები. ახლა მოგწონს? კი. როგორც მივხვდი გემრიელია. კი, დედიკო, გემრიელი. ზოგი მჟავია და კარგია. სასარგებლოა და ემოცი ძალიან. და გარკალიც. კი. ხილდაბოსნეული ძალიან სასარგებლოა. კი, საყვარელი. აი რამდენი მიჭამნა. ცოტა კიდევ მიირთვი დედის გული. და ეს გაშავებულია. ეგეთი უნდა იყოს და. დავჭამო? კი, აბა. ისეთ კარგია. მე გარგარი დააყვლე ხო დედიკო? აი 3 წლის რო ვიყავი, არ მიჭამია არც მოცვი და 1 წლის რო ვიყავი, არც კი მიჭამია და მოცვი არ მიჭამია. 2 წლის რო ვიყავი და 3 წლისაც არ მიჭამია, რომ მოცვი ვერ დავაგემოვნე. აი არ მიყვარდა რა, არ ვეხებოდი და ან 4 წლის რო ვიყავი, არ ვაგემოვნებდი და ასევე ხემოთ და ახლა მივიხმევ. ანუ მე 5 წლის ვარ, მე დავჭამო. რომ დიდი გავიზარდო. ანუ მოგეწონა. გემრიელს მიირთვი. მადლობა. მოვედი, იმდენ შემაბობ, მოვედი და გამარჯობას, ხალხო. ვეღარ ვიგებ მართლა რამდენი დღის ლოგი გავოდის ხოლმე დეჯრაბეს ვამბობ. ხან იმას ვამბობ, ხან ამას ვამბობ, ხან მავიწყდება რომ მოგესალმე და თავიდან გესალმებით და რა ვიცი. მე მგონი ცოტა კი შემიგრდა, მაგრამ რავი რა უჭირს რომ დიდად მაინც ახლა რო გითხრათ რომ ადუღეულ და ქაფქაყავას მივირთმევდი ან მიყვარს, მოგატყუებთ. კადრში მთლიანად ჩანვარ ჩემი დიდებული, იმით რა ქვია, მაჯით. ამას რა უნდა ხო არის? მე დიდები ჰაერზე იმას ქენი და მიირთვი. ნახე, აბა წვიმს თან. წვიმა დაიწყო.
დავლოცულობ რომ დილით არ იწვიმოს. ჩვენ ისე ადრე მივდივართ რომ მაგ დროს ისე წვიმს ხოლმე. როცა ღამე მიაბავს. მე ძალიან ვარ მიჯლაჯული თითქოს. აი, დავლიოთ ყავა. მე სიამოვნა. იმიტომ რომ დღეს არ დამილევია და ყავა ეგრე ვიყავი. მინდა ერთ თემას შევეხო. რომლის ვიდეო ჩაწერე TikTok-ზე მიდევს და ალბათ ხვალ მაგასაც დავდებ ესე ცალკე, მაგრამ აქაც მინდა რომ ვისაუბრო. ახლა შევა მე მთლიანი ვიდეო არ ნახავს და იმას ისეთი სათაურით დავდებ, რომ ნუ გასაგებია რასაც არის საუბარი და ვისაც ენდომებაში შევადანახავ, თუ იმის ორიუზე მოხდება. თემა ეხება გამომყევი აჭარაში პროექტს, რომელიც დაიწყო და თქვენ იცით რომ უკვე ესეთი ფეხმოკიდებული პროექტია, ასე რომ ვთქვათ. და ძალიან საჭირო პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გამკეთებელი პროექტია. და ძალიან დროული და აუცილებელიც. ერთ-ერთი რაზეც შეიძლება ითქვას, რომ გული დაწყდეს ადამიანს, ეს არის ის, რომ არ კეთდება სხვა კუთხეებზე, რაც ნუ ხო ძალიან ცუდია და ამ დროს რამდენი საოცარი კუთხე გვაქვს, ხო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ამ ეტაპზე მხოლოდ შემოიფარგლნენ, ასე ვთქვათ, ბათუმის ზღვისპირეთით, სადაც ალბათ მეტად ბევრი ტურისტი ჩადის, უფრო მეტად რუსები. არა მხოლოდ. სადაც როგორც ქართველები ამბობენ, იქ მცხოვრები ადამიანები სამწუხაროდო ჩვენთვისო სამსახურები აღარ არის, იმიტომ რომ რუსებს ასაქმებენო და ეს ძალიან ცუდია. მაგას ქვია ჩემთვის უროსნობა, რომ ჯერ შენი ქვეყნის წარმომადგენელი არ გინდა და გინდა სხვა. ორიანი დაჯექი, ვინც ამას აკეთებს. რაც შეეხება პროექტს, მარიკო გადააგდე ნაკავშირი და თუ აღარ გინდა. რაც შეეხება პროექტს. წინა წლის გამარჯვებული, ვინც იყო, მე ძალიან მომეწონა მისი არაერთი ვიდეო და ვერ ვიტყვი ხა თავგადაკვლად ჩართული ვიყავი ამ პროექტში, მაგრამ ნუ გინდა არ გინდა გვხვდება ხო ფორიუზე. ერთხელ და ორჯერ შეჩერდები და მე გიგდებს და ვადევნებდი მოკლედ თვალს ამის თქმა მინდა. და შარშან ვინც იყვნენ, იმათან შედარებით წელს არის რაღაცა გაუგებრობა, ასე ვთქვათ. ახლა დაიწყო და უკვე აღარ მომწონს. ჯერ ახლა დაიწყო. და უკვე აი ძალიან აღარ მომწონს და რატო გეტყვით. ქვეყნის, ну, კაი, რეგიონის ქვეყანა. რეგიონის პოპულარიზაცია, როდესაც მიმდინარეობს და ერთი კადრი შეგხვდება, რაღაცა იმას აპიარებს ღოზელს. მეორე კადრი შეგხვდება და ვიღაცის სასტუმროს აპიარებს, სადაც შეგიძლია რომ ბასეინში შემოგიცურო ნავი ხილით სავსე, თუ თევზით სავსე, თუ რაღაცით სავსე. და მსგავს რაღაცებს ცოტა გამახიზიანებელია და ცოტა მდარე. მე როგორც ადამიანს და როგორც ამ პროექტით მოხიბლულ ადამიანს მაინტერესებს ის იდეები, რაც ზოგადად აქვს აჭარას. ის სიძველეები მაინტერესებს. მაინტერესებს როგორ ცხოვრობდნენ ადრე. მაინტერესებს რას აკეთებდნენ. მაინტერესებს ის სოფლები, ის რაღაცა მაღალმთიანი ადგილები. ანუ იმიტომ რომ შენ გიხდიან და რა თქმა უნდა ვიცით ეს სასტუმრო იქნება თუ ის კაფე თუ მოკლედ თუ რესტორანი. ამის გამო არეკლამებ ამ ყველაფერს და ნუ ხო ეხა აჭარას ეხება და ეგეც მიდის რა მაგ ამბავში. არის მდარე, როდესაც კონკრეტული
ასე ვთქვათ, მიმართულება უნდა გქონდეს. ჩემთვის სად მივირთვა 500 ლარად ორმა კაცმა დედა რა იაფია, ჩემთვის ძალიან მდარია კიდევ ერთხელ მიმეორებ. და სულაც არ არის ჩემთვის ეს კულტურის გაცნობა, რომ ვიყო ტურისტი მაგალითად. მაგრამ რადგან ჩვენ სხვა გადმოსახედით ვუყურებთ, ახლა სხვა გადმოსახედით რო შევხედოთ, ალბათ იმ ტურისტს სულ არ უნდა ახლა შენი როგორ ცხოვრობდნენ წარსულში თუ რაღაც. აინტერესებს სად არის კარგი ხინკალი, აინტერესებს სად არის კარგი კვადრო და აინტერესებს რომელ პლაჟზე წამოწვეს ტიტლიკანა. ხო, ну ყველაფერი გათვლილია, აბსოლუტურად გათვლილია და გამიზნულად ყველა დეტალი არის აკინძული ამისათვის. მაგრამ ჩემთვის ეს არ არის გამომყევი აჭარაში, ეს არ არის. შარშან კიდევ ვიმეორებ, ბევრად დახვეწილ კონტენტს დებდნენ, ვიდრე წელს ძალიან არიან გადართულები რაღაცა ხაჭაპუროზე. რაც ცოტა გულსატკენია და რაღაც იმედგაცრუება არის. რა თქმა უნდა, ესე რომ შეხედო უცხო თვალით მოგეწონება, ვისაც ეს პროექტი ნანახი არ აქვს. ხო, მოგეწონება. რა თქმა უნდა, შრომა რო იდება, ხა ამაზე როგორ უნდა ვისაუბროთ და თქვათ რომ არ არის, რა თქმა უნდა, ხალხო. ადგები და ფაქტობრივად საცხოვრებლად მიდიხარ სხვა ქალაქში რამდენიმე თვე და იქ იმდენ შრომობ, იქ ტექსტი, იქ მონტაჟი, ანუ ძალიან ბევრი შრომა, ამაზე არც ვდაობ, არც ვიდავებ, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს მონტაჟი, კარგად ვიცი, რამდენ დროს მოითხოვს ეს, რამდენ დროს მოიწევს ის და ზოგადად რამხელა შრომა იდება, ამაზე არც ვილაპარაკებ, არც ვიკადრებ, რომ მოკლედ თქვა რომ ვიდე და რა მარტივია, არა. უბრალოდ ერთადერთი რაც არ მომწონს არის ეს, რომ აჭარის პოპულარიზაცია, ანუ აჭარა ეგ არის? ანუ ასე დავინახო? როცა ჯერ პირველი კადრებია და რაღაცა სასწაულს ველოდები, მტენი თვალში რაღაცა 120 ნავი არ გინდათ ხილით თუ რაღაცა სასტუმროში და აურომაიგადი თუ რაღაცა. ძალიან მდარია რა ვაკეთო. რამდენჯერ გამოვიყენე სიტყვა მდარე ბევრჯერ. კიდე ბევრჯერ გამოვიყენებ. და აი სხვისი შრომა დასაფასებელია, რა თქმა უნდა. უბრალოდ ძალიან მინდა როდესაც დადგება დღე, რომ და გამოაცხადონ გამარჯვებული, აირჩევენ ისეთ ადამიანს, ვინც მუდმივად ყოველ დღე დაგეგმილად არაპიარებს სასტუმროს, რესტორანს თუ რა ვიცი, სხვადასხვა ადგილებს. ძალიან გამიხარდება თუ ისეთი ადამიანი გაიმარჯვებს, ვინც ამაზე არ იქნება სრულად გადართული და რეალურად რა ვიცი, რასაც გამარჯვებულს გადასცემენ, შეიძლება სამთვეში ამოიღოს წყვილმა პირობითად ბათუმში იმ რეკლამებით, რასაც გაუკეთებენ, გააჩნიათ ის გაუკეთებენ. ну მაგდენი თუ არა, არანაკლები. საწყენია ძალიან. რაც შეეხება ის, რომ სხვა გარატვარმიდიან კონტენტ კრეატორები და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ წასულიყვნენ, თუნდაც რაღაცა პროექტი რო გაიკეთებინათ და 1-2 დღე დაეყოთ რომელიმე რეგიონში, ეგ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა იმ ხალხისაგან, ვისაც სხვა აუდიტორია ყავს. მაგრამ და როგორც ვიცი, ახალციხე იგეგმებაო, არ ვიცი ზუსტად. ну ამ შემთხვევაში უფრო ახალციხის ერთ-ერთი სასტუმროზე არის ეს ყველაფერი აწყობილი. არ მაქვს ხა მაგისი სახელი და ძალიან მიხარია, უფრო მეტად უნდა ჩანდეს, ვხედავდეთ, გვესმოდეს. ძალიან ლამაზია ჩვენი კუთხე, სამცხე ჯავახეთი და ახალციხე არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სამცხე ჯავახეთი იმხელა. თავისი დიდებულებით, თავისი ისტორიით, რა ვიცი, თუნდაც ხიზაბავრაში ადით ხალხო, ამაზე მაგარი კონტენტი რა უნდა დადოთ, საცხოვრობენ ადამიანები, ხო? ზემოდან მიწა არის ფაქტობრივად და ქვემოთ სადღაც ჩადიხარ და ხალხი ცხოვრობს. და
რა ვიცი მე ჭერზე რო აიხედა გაშება გამოვშტერდე რანაირი ნაგებობა როგორ აკეთებდნენ რომ გონზე ვერ მოდიხარ და რამდენი ამისნაირი და რამდენი რამხელა ისტორია მაგრამ ნახეთ ახლა რა არის ვინ რომელ ქალაქში მეტად ჩადის უცხოელი სამცხე-ჯავახეთში თუშეთში თუ ზღვაზე გასაგებია რატო პიარდება ხო ყოველ წელს უბრალოდ მომაბეზრებელია ყოველ წელს ერთი და იგივე რესტორანის სასტუმროს გაპიარება და ზეპირად ვიცით სად რა არის და რა ფასებშია სად მოიმატა და სად იგივე დატოვეს ეგ არის ძალიან მომაბეზრებელი და აი მე რო აღარ გინდა ხო კაი გავიგეთ რა ეგ მომენტი რო გაქვს რა თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ისინი თავის საქმეს აკეთებენ მგონია რომ რაღაცნაირად უნდა კონტროლდებოდეს და აი რაღაცა კონკრეტული მიმართულებები უნდა მისცენ რა რომ რაღაც ხაზი არ უნდა გადაკვეთონ რაღაცების რატომ არ თქვენს მე ასე მგონია და რავი რა გითხრათ აბა ამაზე ჩავწერე ვიდეო უფრო ცოტა ისე ვიყავი რა კაცრად აღმობილებული ვარ მეძინება ხო და ძალიან წდება გული მაგრამ საჩადის მეტი ტურისტი გასაგებია რატო კეთდება იქ უბრალოდ ყოველ წელს ვფიქრობ რომ გადაიღეჭა ეგ ამბავი რომ აი პარაშუტი 250 ლარი ღეს მოდია გამომხევ და კატერი დადის თუ რა აი მე გეხვეწებით რამე ხო შეება უფრო მნიშვნელოვანი ბათუმი მარტო ეგ არის პარაშუტი და თევზი და საზამთრო ანუ ცოტა სიღრმეებში ხო შეება ჩავიდეთ რეალურ ადამიანებს შევეხოთ, რეალური კონტენტი დადე, საზოგადოებას რა მოწონს იცით? ის შიშველი კომუნიკაცია, რასაც მონატრებულები ვართ ადამიანები, ეგ გვინდა ვნახოთ. ყავას რამენაირად მივაგნებთ. თუმცა ეგეც საჭიროა. ეგეც ვიცოდეთ, სად არის ყავა, სად არის ხინკალი თუ რაღაც. მაგრამ ყველაფერს თავისი ნორმა აქვს, ხალხო, კარგით, ხო, გავიგეთ. ძალიან მომაბეზრებელია. და ამიტომაც არის რომ ძალიან ბევრი ადამიანის გახიზიანება გამოიწვია ძალიან ბევრი ადამიანის ძალიან დიდი ნეგატივი ამ პროექტის მიმართ წელს შარშარად ქონდა არ იყო ასე მაგრამ წელს უკვე ნამეტანია ანუ აი გადავიდა იქით თავს იქით დაიწყება წვიმა გაჩერდება დაიწყება გაჩერდება ისე გადავება ხუარიც რა არის ახლა? აი ხა ვერ წარმომიდგენთ, ახლა ხომ მოვიდეს სახლში და მყავდეს მარიამის გარდა კიდე შვილები და აი ეს დაჯდომის საშუალება და მე ახლა რო აქედან გადავწვევი 1-15 წუთში, აი მაგის საშუალება არ მქონდეს. ისე მივეჩვი ამ რუტინას, რომ სხვა რუტინა ვერც წარმომიდგენია, ანუ და ზოგი 9-ზე წამოწვეს, კი არა 9-ზე მიდის სახლში და საერთოდ იწყებს საქმეს. რა ის წამოწვეს? ცუდი არ არის უშენ. მე როგორ გხოს მიშველეთ. უნადედი წყალს გამომიღებ მაცევრიდან ჩემოსთვის. ხო ის ჩემი ბოთლიდან. დღეს დილით ავავსე და შევდგე რომ მოვალ თქონა დავლიო, მაგრამ მე რავი დამავიწყდა დალევა და ბოთლი ნახე მანდე. იპოვე? მომეციდე, აბა იმედია რომ გრილი ყავის მე ხო წყალი რო დავლე შევეცდოთ კალხე. დიდი მადლობა საყვარელო რა კარგად გაციებულა. ავავსე თქვენ ნახევარია. მაიბე ხალხო კბილები გაბეყიდა. ეს ხო ის არის. გებიცებით კბილები მიმეყინასეთ. მაგრამ სასიამოვნო იყო ეს შეუცვლე. აი მე რა კარგი ცივია რო იცოდეთ რა ცივია. აი მე დედიკო და მეწოსახე შვილო ძალიან ცივია. არა დე არა. დილამშვიდობის ჩემო საყვარელო გოგოებო. ჰაი. დავიტენიანე სახებზის დამცავით წავისვი. ხო და ცოტა საათი რომელია. სუპლია 15.
დავივთხოვე 60, იმიტომ რომ გუშინაი ძალიან მეზარებოდა, იმიტომ რომ მეძინებოდა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ხა 10-ზე დავიძინე, მაგრამ ну, აი 12-მდე მაინც რაღაცებს ვყურებდი და ვჭიდაობდი საწოლში, ასე რომ ვთქვათ. ხო და მე ძალიან ბედნიერად დამეძინა, მინდა ვთქვა. და დღეს მაღვიძარას დავასწარი, მაგრამ მეძინება, იმიტომ რომ 12 ჩემთვის უკვე გვიანია. ასე. ძალიან ვნანობ გუშინ რომ მივირთვი მთლიან ლავაშზე, ძალიან ვნანობ. მთელი ღამე ხალხო ვეგონება, აი მთლიანი ღორი ჩავიტენე პირში, ისეთ ცუდად ვიყავი, ვაიმე, მეთქი, მე არ მოკვდებოდა, თქო, რა ძალა მეთქა, რა ძალა. დღეს გახალთ სწორი კვების მერვე დღე და ისევ არ ამეწონია. აზე არა ვარ, რა ხდება ჩემს ირგვლივ საერთოდ. საწყისი მცოდნოდა და რას დავეძებ ახლა იმას, ყოველ დღეს არ ავიწონებოდი, მაგრამ ყოველ დღეს მინდა ეძებს ხალხო. არაფერი არ ვიცი ჩემს შესახებ, იმიტომ რომ ტყუილად შევიძინეთ სასწორი ოჯახსა შინა. აი ესე. კვერცხი გაზზე თავს იკლავს, გესმით დარწმუნებული არ გამწოვრის ხოლმე ვერაცვალე ხელა ხვალ ყველგანისმის. ხო და ჩავბარგდე ტრადიციულად. მე უკვე აღარ დავდივარ მაგიების გარეშე არსად. ფაქტობრივად ვეღარ დავდივარ უკაცრავად. ძალიან მომწონს ჩემი, რა ქვია, სახის გამომეტყველება. ასევე ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ მაინც და მაინც ხაბაბი გადაფუებული, აი ეს ადგილი აღარ მაქვს, აღარ დავიც. გადაფუებული აღარ მაქვს, როგანა აღარ მაქვს, ფიქსატორი დამრჩა. და მე თვითონ შეჩამევარ და სოფელში ძალიან ნერვები მეშლიდა, მოიცი. სიყვარულები იზრდებიან და პაწაწუნაშვილებიც ამოყარა ზოგმა. ხო და მოკლედ. კარგად იწვიმა ღამე, მაგრამ ახლა არ წვიმს. იმედს ვიტოვებ, რომ მზე გამოვა, რომ სამსახურში ეზო მოშრეს, თორე ვაიმე. მოკლედ, ასე. ხაცა, ცერტად ვერ ხედავ, რომ რამე მისვია და კაცრავად მისვია რა. ცოტა რომიანას დაემატებდა კაცი. სადაც 5-6 წუთში გავდივართ უკვე მიგზენდება მარშრუტი. დედა, რა ლამაზად გამოვიყურებ. საკუთარ თავს ძალიან ხშირად მიეცით განებივრების უფლება. სიტყვიერად ისე, ასე, ყველა კუთხით. ერთადერთი ადამიანი, ვინც ფეხზე დაგაყენებს, ერთადერთი ადამიანი, ვინც მოტივაციას მოგცემს, ერთადერთი ადამიანი, ვისგანაც შეგიძლიათ ყველაფერი მიიღოთ, ეს ხართ ისევ თქვენ საკუთარი თავები. ამიტომ ნურავის ნუველოდებით, ვერც ფეხზე წამოდგომაში დაგეხმარებიან, ვერაფერში ამ სამყაროში ვერავინ ვერ დაგეხმარებათ, საკუთარ თავზე მეტად. თორე რა თქმა უნდა, ცხოვრებაში უამრავი ადამიანი მყავს, ვინც გვერდში მიდგას, ვინც მეხმარება, მაგრამ თქვენ თუ თქვენი თავი ფეხზე ვერ დააყენეთ, სხვა ვერ გეძალავებათ ვერაფერში. ეს ეხება ყველაფერს. ისევ თქვენ უნდა იყოთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. ყოველდღიურად უნდა გავითარებდეთ ამ ყველაფერს, ხო და ზედა მივდივართ.
ერთი სული მაგ არ დაგივალავთ, ერთი სული მაგ მოვიდეს შაბათი დღე. დიდი ხანია ასე შაბათს არ დავლოდები ვარ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, მოდიდე ამ კვირის ბოლოს ადამიანი აღარ იქნება. პარასკევს საღამოს თუ არ გამოვჩითი მომიკითხეთ. ძალიან გადატვირთული დღეები. ახლა აპლიკაცია მიჩვენა, რომ უკვე აქ არის სახლთანობა სად არის. კაი, მოდის უკვე. მერით ყველას ხალხო. Ცალცნაურად გრძნობ თავს, აი წნევა რო გოქე ეგრე გრძნობ ხა თავს რაღაცნაირად ცოტა წნევების ცვალებადობა შეინიშნება. რომ გონია რომ დაბალი მაქვს ამ დროს მაღალია. მე ესე წნევას მიჩვეული არ ვარ, მაღალ წნევას. შესაბამისად ცოტა ვერ ვიგებ ხოლმე, აი რამ მტკივა თუ რამაწუხს არ მტკივა რა ანუ შევიდე სამარცხენა მხარე მიბჟულის ხოლმე. ადიდე მოდი სიყვარული. ახლა მივათვალე სამსახურში. ბარემ გავიზომავ. აი ხარო დამაწვინე დავიძინებ დედას გეფიცები. ისე ვარ. ადა დღეს მე ის გიჟური მუშაობ. მამიცი. ესე იგი ატანა არ მაგოგოებო ტრანსპორტში ადამიანის თქნარების, აი ხო არის რაღაცა რო არ მოგწონს. აი ფარეთ ეს მარჯვენა ან მარცხენა ხელი პირზე არ შეიძლება. ამ ხელა პირზე თავმოყარე ქალი გინეკაცი რამეშობა, აი ამ საშინელი დასანახი, აი უცებ რაღაცნაირად დაამთქნერებ ადამიანი, კიდე სხვა ვერ მოასწარი სხვა და გადაბმუნთქნარებაში რო ხარ და აი საშინელებაა მართლა. ძალიან მეტა იცოდეთ რას ვგაბართ ამ დროს ადამიანები. და რა ჰიგიენურად გამოიხურება კიდე ეს ყველა. საშინელებაა. დღეს 1-3 მაინც შემხვდა. ახლა ნახე სად გავიარო. აი ამას კაცრავად ხელს ხო არ გეშლი ძმა. ეტყობა დისტრიბუცია, მაგრამ თლა დისტრიბუციას არ ეტყობა რო არის რა. რატომ აიძულებ ტალახში ვიარო დეგენერატუან გზაზე? რატომ აიძულებ? არაფერი არ გოშველება დედას გეფიცებით ჩვენ. არაფერი. წამოდე წავიდეთ. მოდიდე. აი ესეთი მინდა. აი აქ როდებას კუსკუსელა. აი ეს. რატო უყვარს აქედან გაქცევა არ ვიცი. აი ყოველთვის რო არ ეზარება გიშდები. რაო დაკეტილია? დაკეტილია? მოვდივართ.